აიმე ყველა კაპეზაზე ნამყოფი ვარ რომელიც მიესალმავით მაგრამ ყველას ბიჭებო თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავში, ხაშურში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, ვაი. გემომასაც კარგია. აი ხა ალბათ გვიან დაიწყოს მოქმედებას და გამარჯობა, ეს არის საქართველოში ყველაზე ცხარე გადაცემა წიწაკები. მე გუჯა მაჭარაშვილი გახლავართ და დღევანდელი გადაცემის სტუმარია ვისთვის სამოქალაქო აქტივისტი და ვისთვის კაპეზეს ფანი გიგა მაქარაშვილი. გამარჯობა. მადლობა რომ გვესტუმრე. მადლობა თქვენ, ხახო, როგორ გემრიელობები დამახვედრეთ აქ და ხო, ფრთები გემრიელი. საშიშად კი ჩანს, მაგრამ რაღაცა სამაგერდ ლამაზი ფერებია. ფერების ლამაზია და მე დაბრკოლებები მიყვარს, ხო იცი, კაპეზეზე არ მოაქვს სამწუხაროდ ესეთი რაღაცა. ხო, არ მგონია ხო? ხო, ძვლები არ უნდაერიოს რა. რაღაც წესები აქვს ამ კაპეზეში, აი წიგნი შეტან არ შეიძლება, რომელსაც სქელი ყდა აქვს მაგალითად, რომ იქ შეიძლება თავი დაიზიანო ან რაღაცა, ხო და არ შეიძლება პოლიტიკური ხასიათის წიგნები და ერთხელ შემომიგზავნეს ცხოველთა ფერმა და მაღაზი პოლიტიკური რაღა უნდა შემოიგზავნოთ და რომ გამოვედი მე ვინ შემომიგზავნე მას ვკითხე რომ ეს როგორ შემოაპარე მეთქი და რა მკითხეს რაზეა და ცხოველებია უთხარი და თუმცა კაპეზეზე ძალიან კაი ხალხი მუშაობს განსაკუთრებულად კარგი ადამიანები არიან რაცამსად ჩაიხსნება კამერები და აღარ ჩანს მე როგორ შემოდიან კონტაქტში და მეგობრულები ხო ძალიან კარგი ადამიანები არიან და მოკითხვა აიმე ყველა კაპეზეზე ნამყოფი ვარ რომელიც მიესალმავით მაგრამ ყველას ბიჭებო თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავში, ხაშურში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, ვაი. სულ ყველას მოგიწევს. ტურისტულივით არის უკვე, ხო და მე ხო ფეხი დავდივარ. ტური გააკეთე. სულ განავა ნამყოფი. ეხა ზაჰეში არა ვარ ნამყოფი და რაღაცნაირად იქნება. მისასვლელი ხარ, ეწყიდებათ. გული არ მეკადრებო. თან ახალი გაუკეთებია, ტელევიზორიც შეგზდია, ისარგებლო 1 საათი. სავარჯიშო და ისინი არა ქვია. ეგეთი კაპეზე რა, ყველგან არ მგონია რომ იყოს. არა, ერთიც არის, ჯერჯერობით ტესტავენ როგორ ჩანს და იქ არ მივყავარ ამ დამპლენს. რაღაცა რეციდივისტი გამოდი ხარ, ხო? სულ ერთი და იგივე. ერთ და იგივე 173, 166 ესეთ მუხლებია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და მსუბუქი ხულრიგნობა. აი უკვე შენ თვითონ იცი რომ რა. კი, ზუსტად ვიცი ხოლმე და აღარც ვეწილა. მოდივარ მეძახი, იმიტომ რომ ბოლო დაჭერისას ხელი მომტეხეს და ეხა ხელიც ერთხელ ცოცხლობ, რამდენჯერ უნდა მოგტეხონ ეს ერთი ხელია. ანუ მომტეხეს, ბიჭო, წამიყვანე სასამართლოზე და 2000 ლარით მე დამაჯარიბეს. კიდე. მე თუ ესენი, ხალბატონო მოსაბართ, შენ. ხელი მაინც მიყიდეთ. ხო, არა, ფერიც არ მიყიდეს და დავდიოდი ესე. მარჯვენა ხელი მქონდა. რითი შეგაშინო არ ვიცი. რა ვიცი, აი შევეცდები ჩვენი соусებით ისე გაგაცხარო, რომ აქაც ტკბილად დაგშეს, მე ჩვენი მოსამალოდ ტკბილად გაგახსენებთ ხოლმე ჩვენს. შევთანხმდით, ხო, იმიტომ დათკბილურიც ისა ცხოვრებაც მეყოფა კაცო და რაღაცით გავიცხაროთ. ჩვენი სპონსორია Beer Time, სხვაგან ჩვენ соусებს ვერსად ვერ გასინჯავთ, ესეთი ამბავია. და პირველი არის ტყემლიანით, თუმცა გაცხარებულია კაროლინა რიპერით ყველა соуსი. გამარჯობა გიგა. სალამი მეგობრებო. არაფერი ისეთი რომ შეგვაშინოს. ნაცნობი გემოებია. კი, კარგი. მთელი ამბავი რომ 10-ვე соуსი ჩვენი მომზადებულია და მე გაცხარებული არის წიწაკით რა და სხვადასხვა სკოულით უბრალოდ. კითხვაც შესაბამისად მსუბუქი იყოს გიგა. ხო, გამოვში. პროფესიით ვინ ხარ? ხო, პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე ჯავახიშვილში, ოღონდ ბევრი წლის წინ იყო. 2004-ში მორჩი. პროფესიით გიმუშავია ესე? კი. რომელ ტელევიზიაში? ტელევიზიაში მუშაობდი 2004-დან მუშაობდი, პირველ არხზე, მთელი სისხლიანი 9 წელი ვიყავი. აჰა. ევროვიზიის კულტურაზე მუშაობდი როგორც წესი, მაგრამ მე პროექტებზე გადავედი, მე
საერთაშორისო პროექტების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი. ევროვიზია დაიწყო ზუსტად იმ პერიოდში, როცა მე ვიყავი, დავიწყეთ და შენ დროს ვინმე წარმატებას მიაღწია? კი, მაშინ მქონდა პირველი წარმატება, ბზიკები ვყავდა ეგეთი პატარა ჯგუფი, მაშინ ევროვიზია მოვიგეთ, სულ ახალი დაწყებული მქონდა. სამთავრობო ტელევიზიაში გიმუშავია კიდე სხვა? მაშინ არ იყო სამთავრობო, იმედზე ვიყავი ცოტა ხანი. ხო, მაშინ არ იყო, ნუ ეხლა კი არის და ყველას ჯვარი წერია, მაგრამ იმედზეც ვიყავი რაღაც პერიოდი და იმედის მერე გადავწყვიტე რომ წამოსულიყავ, იმიტომ რომ ის პერიოდია, როცა ხელისუფლება შეიცვალა და მაშინ რაღაცა თითქოს 12-ში მოგიწია მუშაობა დაახლოებით? ხო. რა პროექტზე იყავი იმედზე? მოკლედ დაიწყო რითი რომ პირველ რიგიდან გადავედი რომ რაღაც ვიზუალური მხარე ცოტა უფრო მრავალფეროვანი გამختارიყო საინფორმაციო გამოშვების, იმიტომ რაღაცა გაჩერებულები იყვნენ ერთად და სტანდარტულად როგორც ხდება ხოლმე ნიუსი არ არის ხოლმე მრავალფეროვანი და მე რაღაცა პროექტებზე გადავედი იქ მის საქართველოსი იყო და ძალიან გაასწორა მის საქართველოსი მუშაობა ძალიან გაასწორა და რაღაცა ისე მოხდა რომ მალევე მივხვდი რომ ტელევიზიას უნდა შევშობოდი, იმიტომ რომ ბავშვებიდან გოგოებზე წამოხვდი. არ და პირიქით ხდება ხოლმე. როგორც ესე ხო პირიქით მიდის ხოლმე, მაგრამ ნუ ჩემ შემთხვევაში უღმართად მოხდა ისე როგორც ბევრი რამე ჩემ ცხოვრებაში და ეხლა რაც ძალიან მომწონს იმ გადაცემაში ვარ და მე მეორეს ვფიქრობ რამდენი აქვს ესა სკოვილი მეორე არის სისხლიანი მერი. სისხლიანი მერი აწერია კი. პომიდრით არის და ეს ხო სასმელი დალეული მაქვს სისხლიანი მერი კი. არაფერი საერთო არ აქვს პომიდრის გარდა. და სახელი და პომიდრის გარდა. ხო. არით რობიდება რა. კარგი არა. კარგი. აბა გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს ვახტანგური. სისხლიანი მერი. საშიში ჯერ არ არის. აქ არაფერი. რამ გადაგაწყვეტინა რომ აი სამოქალაქო აქტივისტი გამხდარიყავი? რა იყო ის მიჯნა? ის მიჯნა, ხო, ეგ მაგარი კითხვა. იცი რა არის? თა ესე ერთ დღეს ვერ წყვეტ ამ ყველაფერს რა. რაღაცაზე ბრაზდები მიდიხარ აქციაზე, მე კიდე რაღაცაზე ბრაზდები მიდიხარ აქციაზე. მე რაღაცაზე ბრაზდები და სხვები არ ბრაზდებიან და მარტო ხარ აქციაზე. და რაღაცასაც მარტო ხარ აქციაზე, იმავე წამს უკვე ქვია სამოქალაქო აქტივისტი. ბევრი წელია. ამ საქმეში ვარ, თურმე უკან გადავხვევ. პირველი რა იყო ეგეთი აქცია, რაც გახსოვს რა პირველად გავხდი რომ დაგამახსოვრდა. შეიძლება პირველი არ იყო რიგითობაში, მაგრამ ვარდების რევოლუცია მახსოვს? ხო. სტუდენტი ვიყავი. უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ვიყავით. მე მეექვსე კორპუსში ვსწავლობდი, მოპირდაპირე მხარეს არის ზუსტად კი იცი რა. ესე იგი, ზევიდან ვაკიდან დაიძრა უცხოენები, მაშინ ეხა სადაც ილიონის ფიზკულტურული უცხოენები, მე სუხანსაბას ჩამოუარეს, ისინი შემოუერთდნენ. მე მთელი ეს ჯავახიშვილის კორპუსები შევიკრიბეთ ამ პირველ კორპუსთან, არ ვიცი, ალბათ 15-20,000 კაცი ვიყავით. დავიძარეთ მელიქიშვილით, ფილარმონიასთან შემოგვიერთდა გპ-ი, ტექნიკური უნივერსიტეტი. იქიდან მე ზოვეტი და ვიღაცები მოვიდნენ და მოკლედ აი დიდ მასშტაბურ აქციაზე 50,000 სტუდენტი მივედით რა. მაშინ სხვადასხვა სტუდენტობა იყო. აუ, რაღაცა რა, ხო და ეხლა მთლიანად ამ სოციალურ მედიაში იხარჯება ეს ბრაზი რა, რომელიც რეალურად აქვს ადამიანს. ხო, მაგან გააკეთა, ხო, ეგ ენერგია და ემოცია. ცოლის მონამ, ხო, რა, ხო, იცი ყველაფერი ისაქნა, აატრიალა თავის გემოზე და ბრაზდებიან, ხო, ეს ადამიანები წერენ ცუდ პოსტებს და მე გამოუშვებენ ამ ორთქს და ვიღაცას დააჰავებ ან ხო, ნუ ენგრის დაწერა, გააკეთებ და всё, შეიძლება კომენტარიც კი დაწეროს. კი ბატონო. ისე გაბრაზდეს რომ კომენტარიც დაწეროს, მაგრამ მაგის იქით აღარ მიდის ხოლმე სამწუხაროდ. ეს რუსეთის კაცი ყოფილა. რუსეთის კაცია გეუბნები, ხო, ჟირინოვსკის ხელში გაზდი. მე რა მიკვირდა ხოლმე ეს აქციაზე რომ დავდიოდი, რატო ყვირიან თქო რა ეს გამოსვლელები და მე მივხვდი მაგას ჩემ თავში ამოხსენე. აბა, რომ გამოდიხარ რა და ამდენ ადამიანს დაინახავ გაბრაზებულს შენაზრზე და მე გეყვირება რა რომ ავსდები ვარ ბიჭო რა და როგორ შეიძლება რომ რაღაცა გესმის რა და მე ყვირი რა. ხო, თან ხო ბრაზდები ბევრჯერ ყოფილვარ ხო იცი ახლა აქციაზე და მიწევს ხოლმე გამოსვლას და თავისით მოდის ეგ რა. და მე ეთერში ნახავ შენს გამოსვლას და თითქოს წინასწარ გათვლილი გაქვს რომ არ უნდა იყვირო, არ უნდა დაემსგავსო სხვას, რომელიც ყვირის და ბრაზდება და სახეც უწიტდება და ესენი ეჭიმება. მაგრამ ზუსტად ეგეთი ხდება. მაინც გემართება რა. 20,000 კაცი, 30,000 კაცი რო გიდგას და ესე რო გიყვება და შესავით გაბრაზებულია ეს და იმათი სათქველი ხო უნდა თქვა რა. ხო და მე შენ ბრაზდები ამათ მაგირათაც, იმიტომ რომ ამათი გაბრაზება შეიძლება ძალიან საშიში იყოს ზოგადად ქვეყნისთვის და ყველას მაგირათი ხმობ რომ დაცავო რა და ჰიროსიმას შევუდგეთ მესამე. აბა ვნახოთ. ჰიროსიმა მაგზნობინდა რა გადაცემაში ვარ. ხო, იმიტომ რომ სუთქმილი ხალხი ხარ გარშემო რა და რაღაცა დათქმული მოვიდი. ხარე მეგობა.
კითხვაც მოდი ეგეთი იყოს, ძალიან ცხადიც არ იყოს. აქციაზე რო გადიხარ, რამე თილისმა თუ გაგაქვს ისეთი, რაც გაქვს, რომ აი აქციაზე აუცილებლად უნდა გქონდეს რა. ან ზოგადად კიდე რა დაგაქვს, რატო გეკითხები, იცი? ვინც ის რისი ჩადება მოუწიოთ და რო ვიცოდეთ რომ რა გებო. კარგი, ხო. რა გიდევს ჯიბეში. ახლოს არის ეგ ამბავი ალბათ რაღაცა მოუწევთ, რაღაცა ჩადება. მოგლეთ, გამოცდილება გაძლევს რაღაცებს, რომ უნდა იცოდე რა უნდა გქონდეს. ბოლო პერიოდში დაიწყეს წიწაკის სპრეის გამოყენება. ხო. და სამწუხაროდ დამაქვს ეს თხილამურების სათვალეც, რომ თუ რაღაცა ეგეთი ამბავია, ვიკეთებ და თვალებს იცავს ხოლმე. აუცილებლად მაქვს ესე იგი ეს სათვალე, აუცილებლად მაქვს სასტვენი. როცა ველოდებით ჭავლით დარბევას, ხან პირსახოზე დამაქვს, მართლა გეფიცები, რომ ეს სუმიგდია პატარა შამპუნი, რომ ერთხელ უბრალოდ პერფორმანსი გავაკეთო, რომ აი გავიქაფებ, იმიტომ რომ აი ისეთ აბსურდულ რაღაცებზე იყენებენ ამას წყლის ჭავს, რომ ძალიან საშიშია. მაქვს ლაზერი, ხო, მაქვს ლაზერი, იმიტომ რომ არავინ არ იცის როდის დაიწყებენ ამ სროლას და თვალებში, იმიტომ რომ 1-2 წუთის ახლა გადაარჩინო ადამიანი, ეგეც კარგია. სასტვენი გითხარი, პირბადე, ნუ უბრალოდ ატრიბუტი გახდა როგორც სპეციფიური პირბადე, არის ეს სამუშაო პირბადე, რომელიც მე ვარ პროექტუიეს სამართლ და ხო, ეს არის სპეციფიური, რომელმაც გაზისგან უნდა დაგიცვას რა. ესეთებიც გვაქვს. კორონასგან არის ასე? კორონასგან მე მგონია, იმიტომ რომ ჰაერსაც რაღაცნაირად ფიქრობ, არ ვიცი, არ მიცდია, ეგ არ მიცდია, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ეგეც მაქვს. სხვა თილისმა თუ გაქვს, აი სულ რა დაგაქვს? სულ დამაქვს ყურსასმენები. ყურსასმენები დამაქვს ეს მაკოს გონდა გომურს და მაკოს მერე თქვი რომ ყველა აქციაზე ყურსასმენები გეკეთებ და აი ეს დიდი ყურსასმენებით დავდივარ. ხშირად ვერც ვახერხებ ჩართვას, იმიტომ რომ ჩართვა ისეთ ხმაურია ხოლმე როგორც წესი არის, მაგრამ ყურსასმენები არის ის რაც სულ მეკეთებს. ხო, რაღაცა ეგეთია. შემდეგი არის ტკბილცხარე. ესეც აზიური გემოთი. ფერი რაღაც მთლად ისეთი გადასარევი არ აქვს, მაგრამ გემო მართლა კარგია. აბა ნახოთ. დოგმიგზნობა დავიდანე. ო, პირველი ეფექტი ეგ არის და მე მოდი სიცხარე იმ წიწაკის რაც ეგ არის. კარგია. რამდენჯერ დაგიჭირეს? რამანდენ კაპეზეზე ხარ დამყოფი, ხელი მოგტეხეს ეგ ვიცით? ხო, ბევრგან ვარ დამყოფი და ბევრჯერ უკვე სათვალავით სამერი. ერთი ვიცი რომ სტრასბურგში იმდენი საქმეა ჩემი. გასაჩივრებული ხო, მოქმედი, უკვე მიღებული რაც ნიშნავს რომ დაწუნდნენ რომ ხო, რაღაცა ჩემს წინააღმდეგ დაიყვა რაღაცები. ალბათ უკვე შემდეგზე აღარ მიმიღებენ, wanted დააწერე ჩემს უბრალოდ. ბევრია რა, მოკლედ ძალიან ბევრია. თავიდან რაღაცა action-ში შედიხარ და ითვლი რომ აი კიდე დამიჭირდეს და რაღაცა. მე ბეზდება, იმიტომ რომ აღარაფერი განსაკუთრებული ამაში. აი რა, ხო რა. კარგი, ის მიჭერ ხო, აი რა. თანხა რამდენი ჯარიმა რამდენი აქვს გამოწერილი? ეხლა ბოლოს დამიწერეს ჯამში 10.000-ია ლაპარაკი, იმიტომ რომ გადაგიხდია რომელიმე ჯარიმა? არა. კარანტინის დროს ძალიან შეგნებულად ისავქენით, რა ქვია, დაუმორჩილება გამოვაცხადეთ და ერთ დღეს ორჯერ დამიწერეს 200 ლარიანი ბათუმში. მოკლედ მანამდე თბილისში ამდენჯერ მომქონდა დაზერილი და მოკლედ დუბლიში ასრულე ხო? ხო, თან არ ქონდათ რა, თავისი მოგონილი წესით ერთხელ რომ დაკავებდნენ. მეორე თუ გამიმოვიდი რეციდივი თუ იქნება და უნდა დაეკავებინე. ხო. დაკავებას რაღაცნაირად აღარ დამაკავეთ. რა გაუტყდათ. აი ამდენ ერთ ტიპს შეიძლება სამჯერ ყავდე დაკავებული. აი თვითონაც ხო ადამიანები პოლიციელები არ დაიმეგო ბრე. ან რო გიჭერენ უკვე გინდა კაბეზეზე, გინდა საპატრო პოლიცია. აი მეგობრულად არ გეუნებიან რომ კი, ყოფილა შემთხვევა რომ აი თქვა წაუყვანი ვარ გორში და გზაზე გაუჩერებიათ. ჯიგაჯიგა რო რაგესია მოვლება და საცხობში რაღაც მეც ხო მანქანიდან აღარ მაგადახვიდე ხა ნაგლობაა და დაკავებული ხარ პატიმარი ხარ რეალურად და გორკილები და საცხობში გახარ ჩვენი რა ჯიგარო ოღონდ რამე ისეთი გაზიანი ამიტომ ნატურალური წამო ეხლა მე ძმა ხო და ეს ხალხი არის რა ეგეთი ტიპები არიან რა ჩვეულებრივი ადამიანები არიან რომლებიც ახლა მუშაობენ უბრალოდ არასწორი პოლიტიკის ქვეშ რა და ძალიან კი ცდილობენ რომ ადამიანურები იყვნენ, მაგრამ რაღაც სისტემას არ უშვებს, უბრალოდ არ უშვებს. კაპეზეზე მარტო ხარ ხოლმე თუ სულ მარტო ვარ. აი ეგ არის რა ყველაზე. რა მაინტერესებს თუ მიდიხარ, ვინმე თუ სულ ხდება რა პატიმარი, სულ რო ხდება, ბევრჯერ რო გადაგიხდა. არა. რადგან ესე დამატარებენ აღმოდაღმა არ არის ხოლმე ეგეთი შემთხვევები, თუმცა ბიჭებს ვცნობ თვითონ ბადრაგებს. რო გითხრა ხა ძალიან მიხარია ხოლმე ის, მაგრამ ნაცნობ სახესო დაინახა უკვე გიხარია. ნოდა როგორ ახლა შეგენაცვალე რო ეს ვიდა. ნოდარ ტურაშვილი გამახსენდა ახლა იქ გორში ოქრო კაცი ის ყოფოდა ხოლმე რაღაც საოცარ ისტორიებს და ყოველთვის აი როცა მიჭერენ და რო ხვდები რომ
ვერ ავწდები დაჭერას და უნათევე. გამიფიქრე რომ ნეტა გორში მოვხდე. უკვე იქ იცი რომ დაცდო. ხო, თან გორში საჩუქარი წადის ხელწამე რომ საჩუქარი მიუტანე. ხო, თან გორში იცი რა იყო სპეციფიკური იქ ხალხი ის იყო რა ქვია დაორგანიზდა და რაღაცა დღეში სამჯერ ცხელ საჭმელი შემოდიოდა ვიღაცები იქ ადგილობრივი ამზადებდნენ და ისეთი კარგად მომატებული გამოვედი იქიდან. ეს 10-15 წიგნი წაკითხული მქონდა და რაღა რეალურად ისვენებ რა. უბრალოდ რა ხდება ისე კაპეზე? სიტუაცია არის. კაპეზეზე არის, ძალიან პატარა ოთახია. არა, სიბინძური არ არის, რაც მართალია. ამის თქმა არ შეიძლება. არის ძალიან პატარა სივრცე, ნუ ეგრეა, საფიფარაშოც იქვეა. გამოყოფილიც არ არის არაფრით ფაქტობრივად. ხელსაბანიც იქვე გაქვს. ლოგინიც იქვე გაქვს, პატარა მაგიდაც იქვე გაქვს. და 1 საათი გაქვს დღეში რომ გახვიდე და ისე ნუ უზარ მაღალი კედლებია ბეტონი შუაში და ცაცხე და ისიც კრიმებით გალიებით და შეუზავნა რისი შეიძლება სიგარეტი ხო სასმელი შეიძლება არაალკოჰოლური ბუნებრივი ოღონდ გამჭვირვალე ანუ კოკა-კოლა და ფანტა არ შეიძლება და მხოლოდ სპრაიტია თეთრი ანუ ეგ რატო ფერი იმიტომ რომ ხო შიგნით შეიძლება რაღაცა იყაროს და ვერ შეამჩნია ხო ყავას ვერ დავდე და ჩაის ამ ჩაი აქვთ თვითონ თავაზობენ დილას აღამოს მაგრამ თუ კარგად მოიქცევი შინავა შეიძლება თუ მოდარი შეხვდა ძალიან კარგი ხალხია რეალურად ძალიან კარგი ხალხია იმიტომ რომ იმათაც რომ ელაპარაკები ხო ისინი გიყურებენ რა ყოველდღე რა რაღაცა იბძვი რაღაცა იდეის ცხოვრობენ რა ხო ერთ ქვეყანაში ვართ იმასაც ისე უჭირს და იმასაც არ ყოფნის ის ხელფასი და ოკუპაცია იმასაც აწუხებს რეალურად ახალს არაფერს არ განსაკუთრებულს არ ვითხოვ რა რაც ყველა აბსოლუტურად ჩვენიანები არიან ყველანი ხო და იგა ისე დავამოღავთ უკვე ეს აქციები ხალხმა საპატრულო ვიჭერს მე გიშვებენ უკვე იმდენი ხალხი არის და იმდენჯერ ნაჯდომი რაღაცა უკვე ეროვნულად უნდა აი როგორც ლელობურთი გვაქვს სპორტის სახეობად უნდა ვაქცია შეიძლება მე რეკორდსმენები იქნებიან იქ ვეტერანები იქნებიან მე ასე დაჭერაზე მაის ჰუდი უნდა გადავცეთ და კარგია შეკრიბებით ხალხი მეორე მხარეს პოლიცია და უნდა წაიყვანონ და ჩვენ არ ვატყანთ სპორტად უნდა ვაქცია ხო და გავუშვათ სპორტის სახეობად ფედერაციის პრეზიდენტი ავირჩიოთ მიშა შულდაძე მაგალითად ბატონო რა მიშა დაჭერილი არ არის არ გამოდგება მიშა ხო დაჭერილი უნდა იყოს აუც მონათული უნდა იყოს აუცილებლად ვეტერანები ძალიან კაი არის. ირაკლი წერეთელი როგორ მოუხდებოდა? აუ, ირაკლი უნდა იყოს საპატიო პრეზიდენტი. ყავს პრეზიდენტიც არის. ირაკლი წერეთელი, უდავთ, კი. შემდეგი არის მეხუთე კიმჩი ნინძა რა. ესეც ცხარი არის, სიმართლე გითხრა. კიმჩი ისედაც ცხარია და ნინძათი გაცხარებული უფრო ცხარია კიდე. კარგი, წადოთ მეგობარო. აბა ვნახოთ. როგორი სამსახური გაქვს? აქტივიც რო შევეწოდე ხდები. ენგურამდე ხარ, ენგურის ხიდამდე ხარ, ფეხით ჩასული. ო, კი. ენგურზე ჩავედი. რამდენი კილომეტრი გაიარე ჯამში? რამდენი მოგი? სულ მქონდა სამიმსვლელობა რა. პირველად წავედი თბილისიდან აი პირველ საოკუპაციო ხაზამდე ანუ გორამდე ჩავედი. ხო. მაგრამ მაშინ გამოუსწრელი ვიყავი და ფეხსაცმელიც არასწორად მეწოდა, კინა გამოვდი. ლამაზი ფეხსაცმელი წახვედი ხო ახლა? და რაღაცა. მაშინ ჩავედი რაღაცა 16 საათში თუ რაღაც არ გავჩერებოთი. მერე იყო სოხუმის დაცემის 25 წლის თავი და წავედი ჩვეულებრივი ჰაივეით ტრასას გავუყევი. და ჩავედი 13 დღეში. და ზუსტად სოხუმის დაცემის დღეს ჩავედი, ანუ მაშინ 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა ეს სამხედრო კონფლიქტი, რაღაც სიმბოლურად ესე 13 დღეში, ანუ გამოთვალე რომ დღეში 32 კილომეტრი ნამდვილად და 380 და რაღაცა კილომეტრი გავიარე. მაგრამ ბოლო იყო 2019-ში 9 აპრილს დავიწყე, ეს სიმბოლურად 9 აპრილს დავიწყე გორიდან. ნუ ეს იყო ყველაზე დიდი რაც მივლია. აი უცბად მარშრუტს მოვყავდი და თუ საჭირო იქნება მე აჩვენე. კი ბატონო. წამოვედი გორიდან კასპი, ცხეთა, შემოვედი თბილისში, თბილისის გადავჭერი 32 კილომეტრია პატარა არ გეგონოს. ეგეთ დროს ჩამიტყდა ის ხო? ტბა, გაყინულ ტბაზე აღმოჩნდი თურმე და ჩამიტყდა, კაცშული მომხმარე არ არის, ყინული ტყდება, ვერ ამოვდივა, აი კინა გამოვდი. ჩავარდი ეგრე დასველი. ბოლომდე კაცო და ვერც ამოვდივა თან და გავიყინები რა, გაყინულია თქო, ცივია. ძლივს მე რაღაც ტეხავდი რაღაც ადგილას, გამყარდა შედარებით, ჩანდა მოუსენა ამოძვერი, გაყინული, გათიშული, რისი გათბობაც მოვასწარი, რა თითები გადამერჩინა და კიდე ეს რეპროდუქციული ისა ორგანოები გადავირჩინე და ნუ ჩავახცე ახალციხემდე, ჩამოვედი ბორჯომში, ხაშურიდან გომი,
გომიდან საჩხერე ჭიათურა ჭიათურადან ბიჭებმა იქ მეტყევე ბიჭები შემხვდნენ და თით გადამიყვანეს 24 საათი ვიარეთ ფოტოშოპის რაჭაში მოხვდები მიყავით ამბროლაური გზა გაკეთდა კი სარიყო მაშინ ანუ შენი გაჭრილია მე გავჭრილია ალბათ ხო მან მთელი გზა ვიარე ამ დათვის ღრიალის პოზა სადღაც აი 500-600 მეტრშიო ბიჭებმა რასაც მეუბნებოდა აი ღრიალი მიიღო და ტავტების მსხრევა რა სულ გდია თან ამათ კი იარაღი ქონდათ მაგრამ ნუ ახლა დათვაში ახლა ორი არ არის კარგია და ტბაშიო ჩავარდი იქ მელიები იყვნენ და მგლები ძალიან ბევრი ერთი სული ქონდათ რომ გავყინული კა ისე ვერ მოდის რა ნუ ცეცხლს გიქრობდნენ საშინელება ისინი ქონდა პატარა საახალწლო გასაფეთქებლები ხო იცი სიცოცხლეს მოგვიწარებს დეკემბერში ეგენ ქონდა და მაგას ამ გულის ჯიბეში ვარ და შეხარ ხო მე მაგებს რა მეთქებ რა არა მე მაზე მქენი ეგავა და ესე ვისროდი რომ დამეფთხო მოგეთ რაჭიდან მე ტყიბული ქუთაისი სამტრედია ფეხი დავდივარ ხალხო ამ ჩამოვედი ფოთი მე სრულიად სამეგრელო გავიარე ზუგდიდი ხობი აბაშა ხოროწუ ტალენჯი ხა და ბოლოს მესტიაში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს მოვიჩიო. გენაცვალე. 26 მაისი იყო, როცა ტელეფონზე დაიწერა რომ 1517 კილომეტრი. მაგრამ იცი რა იყო, მე რომ დავიწყე სიარული მიზანი იყო ერთი რომ ანუ ერთ საინფორმაციო გამოშვებაში მოხდა ის რომ ტოპ 10 პრობლემა იყო, გამოკითხვა ჩატარდა და ტოპ 10-ში ქართველი ტიპების ტოპ 10-ში პრობლემების ვერ მოხდა ოკუპაცია. ოკუპაციაზე არ იყავდნენ და ძალიან გავბრასდი რა. ნუღამ იყო ეგ. ხო, რო თემა წამომეწია. მე კი ქართულ მოცნობა მომაშველა გავრილოვი და ყველა ოკუპაციაზე ლაპარაკობთ დამეხმარდი. მადლობა ბიზნეს. მაგრამ ნუ საერთოდ არ იყო რა ოკუპაციის თემა ხსენება და მარტომ დავიწყე და საბოლოოდ ერთი 20000 კაცი მინიმუმ ჩავდე რა. ხო და ასწორია. მოგეთ ვაპირებ რომ ბრიუსელში ჩავიდე რა, ნატო შტაბინაში. აუ, წამოვალ რა. წამო რა, 2720 კილომეტრია, ბევრი არ არის. ბოტასებს დავითრე. 6 თვეში შევაქს მოგცემ, როგორი უნდა იყიდა თორე გამოსილება კი გაქვს. კი, ძალიან კარგი. პირველ 3 დღეში ენერგია იცლება და მე იწყებ გულით და გონებით სიარულს. ხალხი ბევრი გეხმარებოდა, ხო? მაგ სიარულს. ძალიან ბევრი, ანუ ჩათვალე რომ ამდენი დღე დავდიოდი, ხა დღეში 3 ხომ ჯამო ამდენი ენერგიას ხარდა. ერთხელ არ მიყიდია, ანუ 1 ლარი არ დამიხარდა საჭმელში. და სულ ისე იყო რომ 2-3 რაღაცა პონჯი ფულის დაზოგე. ფული არ მქონდა რეალურად რა 25 თუ 30 ლარი მქონდა წარებული და მეტი გამოაჩენს მე ჩამოყვა რა. არა კიდე მეტი ჩამოყვა და ვიღაცა 10 ლარი მაჩუკა 15 ლარი მაჩუკა იყო შემთხვევა რომ აუ მოყვები რა. კი ბატონო. მოყვები რაღაცა ზესტაფონს გავწდი და ზესტაფონი ქუთაისამდე ახალი გახსნილი იყო ის მაგისტრალი რა ავტობანი და მანქანა გაჩერდა, გადმოხდა ვიღაცები, ჩამოხვდნენ შენ ჭიმე შეგენაცვალე. ერთ-ერთი მწვანე პარტიის გირჩელები იყვნენ. აბა ბიჭო, ნახეთ წინა ლაივი რომ საჭმელი არ გაკლია არაფერი, ამხوارგინა მოგიტანა, არაფერი და ერთი ნაფასი და ამოვარტყიო. რა. ხო და ნუ ამოვარტყი და ვიფიქრე რომ რატომაც არა მაგის დედასვეტი უნდა დავისვენო. ხა საერთოდ დასვენება მიწეს და ცოტა რელექსს მომცემს, ხო. ნუ 3 საათს მერე გამეღვიძა და ჩამოვჭი გრაფიკს, ფაცხა-ფუცხი წამოვხდი და სასტრაფო სწრაფინამეთში დავიწყე სიარული და სადღაც 4 კილომეტრში მივხვდი რომ ისევ ზესტაფონში შევდივარ უკან ვიარ. მართლა უკან მობრუნდი. აი მე ყველა ჯარი წერია რაც მე ჯაფარაზე იმ წამს ვიფიქრე. შემდეგი მე-6 და ეს არის ევა. ევა საშიშად ჟღერს უკვე. უკვე აქ ცოტა მაცდური არის ისე. ვაშლის რამე აქვს თუ რა? ხო, მწვანე ვაშლის соуსი არის და გაცხარებული არის. აბა. ვახსენებ ევა. ნახოთ, ევიკო. სირცხულიაზე ვილაპარაკოთ ახლა. ხო, კი. სირცხულია. ახლა გამოაცხადეთ თან რომ რაღაც ახალი თაობა გინდა. შევსება დავიწყეთ, ხო, აუცილებელია რა. ბავშვთა სირცხულიას ფულს ჯერ ბავშვთა სირცხულიაში. კი. მადლობა რომ ამაზე ლაპარაკის საშუალება მეძლევა, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ის პროცესები, რომელსაც აქტიურად ვიწყებთ. ეს არ არის პირველი ტალღა და ჯერ შინაურებში რომ მოიკითხავ ახლო ვინმე კაი ტიპი არის. ესე დავიწყეთ და პირველი ტალღა ესე იყო, როცა სუპერ ადამიანები ვიპოვეთ.
და გადავწყვიტე ახალ სახეებს ნახავთ. ნახავთ, ერთმანეთზე კარგები, თან აი საოცარი ახალგაზრდები, მე უკვე იგა დაიჭირეს გავიგე ხა უკვე. აღარ საინტერესო ეგეც გავიგე, ნერვიც აღარ გაგიტოვდა, მაგრამ ესენი არიან ძალიან კარგი ბავშვები. აღარ არიან ბავშვები 20 წელს ზევით არიან, რამდენიმე პატარა ხავს. თინეიჯერებიც შორის და სტუდენტები არიან სტუდენტებში გვიჭირს. თუმცა უნდა ვთქვა რომ ფრიუნი ილიაუნი აქ თუმცა ეგეთი უნდა იყოს რა. გნებავთ დაგიჭიროთ. მოდი სიცხვილეში. შემდეგი არის შაჰაბასი. ვაუ. ხო, ხუძე შაჰაბასი ეტყვა ახლა. ხო, შაჰაბასი, ესეც გემრიელი არის ამ ათეულში ჩემი ფავორიტი არის გემოთი და სიცხარითაც ესეთია რა. ყოჩაღი შაჰაბასი, ყოჩაღი არის. მეც ან კახელი ვარ ბიჭო და შაჰაბასი გასაკუთრებით ფერზე შევამხედე, როგორ მუქი ვარ. საკუთრებით შაჰაბასი ვაყოფილიყო ესე. არ უნდა დაგავარცხოს შედეხო. აბა ვახ ყოჩა შაჰაბასი თუ კარგს ვიტყოდი არ გქონდა ეს კახელი კაცი ვახ ყოჩა შაჰაბასი ძალიან კარგია სახელმძღვანელოში შეიტანეს ივანიშვილი და ცოტა ვითამაშოთ კიდე რა შეიძლება რომ გააკეთოთ რა კიდე რა შეიძლება მაგალითად რა ვიცი აი რა შეიძლება მოიფიქრო მაგალითად შეიძლება მოიფიქრო რომ გმირთა მოედანს რომ ჟირინოვსკი დავარ ჟირინოვსკის სახელობის გახდა რა მოხდა არაფერი უბრალოდ ერთი ზარი უნდა ღარიბაშვილთან რომელიც დაავალებს მე პარლამენტს რომელიც დაავალებს მე პარლამენტის წევრებს თავის ხალხს ხო ის ხო კანონმდებელი მიიღებს კანონია всё აბა მიდი არ გასულებას აღასრულებს უამრავი რაღაც ფიქრება შეუძლიათ თუმცა რამაც ფანტაზია იდეაში არ არის ძალიან ისეთ დიდარი ხო მაგრამ სამაგიეროდ არის ძალიან დაბიო ეხლა ცოცხალ ადამიანს რომ მოგინდება რომ ისტორიის წიგნში შეგიტანო დიდი შანსი ხო არის რომ თვითონ არ უნდა და სხვებს უფრო უნდათ რა რომ ეგ აუ მაგის ეს цаრი კი რა ხო არის რომ თავი მოაწყო მეც დამინახე ხო შეიძლება ეგ არის მას აი მე კი არის იმიტომ რომ ხო ეგეთები ბევრი არის მე რა გვიგზავენ რაღაცა ტყავის ჩაცმას მოკლე შორტებს ნუ ჩაიცოთ კი იზა ხო ეხა ხო სტენსილის გაკეთებას გვიგზავენ ბაგატის ხელში დაჭერადაც გადმოვლენ ალბათ რა მეიქ იმედია რომ არ მიცემ საშუალებას რომ ბოლომდე ეგრე არ ჩავაჭერინებ. ვა, შაჰაბასმა ჩაგვაჭირა სამაგიეროდ. კარგად ჩავაჭირა, კი, მაგრამ კარგია. გადავიდეთ მერვეზე და მერვე არის ტროპიკული ცეცხლი. აი მერე. შევძლებთ. ბრიუსელში ვართ ფეხით ჩასასვლელები და 1000 უბედურება უნდა ვნახოთ. გემომასაც კარგია. აი ხა ალბათ გვიან დაიწყოს მოქმედებას და ხო. დაიწყო და მაგაზატული სამსახური გაგწევ. რაღაც აი ხელისუფლება თუ შეიძლება სამსახურება დავაკეთინო. მე ეს მაგ მოსჭილი მაქვს. ძალიან წამოიღო ბიჭო. ძალიან კაია. რა შემდეგი ხუთეული ეგ არის, ამ მეორე ხუთეული უკვე ძალიან ცხარია ხო. ხო უძლებთ ჯერ ამს თავარია. კი. ხარ. არა. გიგა. შენი ფოტოები არის ხოლმე სოციალურ ქსელში იჭდება. აუ, ბევრი. შიშველი ხან კერდით ხან რით ხან როგორ რა გართობა ეგ რა მოიფიქრეს. მე მგონი ფეტიში აქვს რა. არ ვიცი, ვიღაცას ევასები მაგრამ მოუწორო. კიდე ცეგრები. ჩემთან უნდა რაღაცა სექსუალური კავშირის დამყარება და ბიჭო, პირდაპირ გამოვიდეს ხო ასე, იქნება რა ვიცი. მოგწეროს. ამდენ ხო მოიწერე, ანონიმურად მომწერე, რაღაცა გაზეთით დამხვდი, რაღაც მეტროსთან რო გიცნო. არა და რაღაცებს აკეთებენ, ან ფულს ხარჯავენ რეალურად თამაში. თვითონ რასეებს ახურებენ? გაშავებენ, შავი პიარია ეგ თუ რა არის? რეალურად ჩემ პიარზე მუშაობენ. არაშავზე. მაგრამ ხო, ეს არის რომ სამწუხაროდ საზოგადოების რაღაც ფენა არსებობს, რომელიც ამაზე მარტივად იყიდება და ქუჩაში შეიძლება ვიღაცამ რაღაცა გესროლოს ამის გამო. აი, შენი ზურათი ნახე დიდი ძუძუები გქონდა. მე რა შემიბრალია, კაცო. ძუძუები ხო. ვიღაცამ დამიყენა დიდი ძუძუები. აი, რა შემიბრალია, მე რატომ მიჭხუბები, ხო? ეგ არის. ხო, სამწუხაროდ აი ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც რაღაცა სუგაჭირებაში არიან, რაღაცა უბედურებაში არიან, საჭმელზე წვალობენ და მე უცბად ახვედრებს ამ რაღაცას, რომ ვიღაცა ეს გამხდარი
უსწორმას. ეგ აგრესია გასაგებია და სხვა მხარი არ არის, სიმპათიები არ გამჩნდა რა პირიქით იმის. კი, ძალიან გააქტიურდა უმცირესობების ფლანგი, რომელიც სადღაც იქნება ხო, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ უმცირესობების უფლებებზე მუდმივად დავრბივარ და გვერდში უდგავარ თუნდაც პრაიდის ხალხს. მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ ნაჯახივით ეტერო ვარ და ჯერჯერობით ისე მიდის საქმე, რომ არანაირი ცვლილება ამ ყველაფერს არ ამოქნება. ერთადერთი ისა, რომ მე თვითონ მომაყობ ჩემს გვერდზე, იმაში გაკეთებული რაღაცეები და უბრალოდ ასაცილოა რა. ვებით ყველა ასაცილო დავცინით იმ რეჟიმს, რომელმაც მოიფიქრება ასე იბრძოლოს თავის ხალხს. მაგრამ პროფესიონალი ბიჭები ყავთ ფაქტია. კარგად აკეთებენ. ზოგი მართლაგესია მონება რა. ზოგი არისო დავერთი იყო. მართლაგესია. ო, არის. ძალიან კარგი იყო მართლაგესია. თვალი მომცა და მაცხენა. ზუსტად. არ შეგიტყუოს გიგა, არ შეგიტყუონ. მაგრამ მაგრად გააცხარა. კი ბატონო. Adios. სათაშორის ჩემი შვილი, რომელიც 12 წლის არ უკვე მე-13-ია, ის გიждდება ცხარეზე ჩემზე უარსად. და რომ გაიგო რომ მოდიოდი თქვენთან, მითხრა რომ გატესტეო და კარგად დაიმახსოვრე, რომელს ვერ გაუძლებო რომ მითხრა. შვილო, ალბათ ამას ახლა არ ამოჭრიან და აი ანანასამდე თუ მოხვედი, ვაღიარებ რომ ჩემზე მაგარი გაიზარდე უკვე რა. ვაი. გაიხარე. Adios. მეგობარო. ვაი. შაჰაბაზის მე უკვე ვეღარ უგზნობ ხოლმე სიცხარეს და აი რამდენ მოუშვი რა. არ ვიძახილო ცხარი არ არის? ცხარი როგორ არ არის, მაგრამ რა კარგია. ვაჩი. ბოდიში მეგობარო. ეს ხორება წვალებაში. აბაჭები. გორზე ვილაპარაკოთ გიგა? გამოუშვი გოლი. სასამართლო იყო. ეგ ამბავი ხო გვახსოვს ჩვენს რაღაც ძირითადად ადამიანებმა შეიძლება მაქედან გაგიცნეს რომ მერიასთან მიხვედი, ფეკალიები მიიტანე, მე ალაგე გადაყარე და ზუსტად მაშინ როცა გვიდი დაგაყარა და რატომ მივიდი თანამშრომელებმა. კი, თანამშრომელებმა. რატომ მივიდი? თავზარაშვილი ყავდათ მერი ახლა ბოლოს აირჩიეს. ბოლომდე ეგ იყო. ხო. აი ახლა ერთი თვის წინ აირჩიეს ახალი. ომი რო ჩვენ დავიწყოთ ხო ეკაცი არის. მოგრეთ, მაშინ სამამზ რობაშვილის საარჩევნო კამპანია იყო და ნუ ეს კაცი ცნობილი იყო იმით რომ დადო და იზახდა რომ ომი დაიწყო საქართველოს. ხო და გორში დაავალეს თავზარაშვილს და ხალხის მობილიზება მოეხდინა რომ ჩამოსულიყო პრეზიდენტი. არ ჩამოვიდა დაეძინეთ რაღაცა. ხო და ხალხი ყავდა ამაში შეკრებილი. შეიძლება წავიდა, მაგრამ როგორც ლაპარაკობს ისე დადის და სხვაგან წავიდა. შეიძლება სხვაგან წავიდა, ხო. კი გაუგუნება კახეთში ხო საფრთხე. ხო და ეს ხალხი ყავდა შეკრებილი, უთხრეს რომ აღარ ჩამოვიდეს, რა იქნა და რაც გაგონილი ქონდა ამ საბაბისით თქვა. ომი ჩვენ დავიწყეთ და ზუსტად მაგის გასაპროტესტებად თბილისთან გავიქეცი. სულ სამნი ვიყავით, მე და ჩემი მეგობარი უკადანა. დავყარე ფეკალიები და გამხმარი ფეკალიები და ხორბალი და თუ ასეთ ხორბალს საკენკს დაუყრეთ მეთქი. ხამია. მაშინ უარეს ფეკალებში ამოვშტებით, ჩემივე ხელით. ავიღე ხელთათმანებით, ჩავყარე პარკში, მოვგავე, ცოცხი გამოვართ მერიას. ხორბალი მოვგავე და გადავყავე ვიღაცა მოვიდა ეს ნაუსტონა ჩამოვხო თავს. აღმოჩნდა იურიდიული სამსახურის უფროსი და ადმინისტრაციის უფროსი მერის. სასამართლო თემურ მანუელიშვილი და ნუ როგორ წავიდა? დაამართლეს. დაამართლეს? ხო, აბა რა იქნება? არ გამოტყუნებს. არც მიფიქრია სხვანაირად. ხო და ნუ ეხა იმ დავაშია რომ 70,000 ლარს თხოვს სახელმწიფოს რომ სანამ განაცდურის ხო, იმიტომ რომ ჯერ არც დააკავეს. დაკავებული არ ყოფილა არც ერთხელ. დაზარალებული სტატუსი არ მომწეს რამდენიმე თვე. აი სანამ ბოლომდე არ გავჭიქი და მასთან გენპროკურორთან შევარდი რომ მეთქი. უბრალოდ კრიმინალად ვიქცევი რა. თუ მანქანები ხო, ვიზავ რა, გაზრდილობას რომ თუ არ იმოქმედებთ ვიზავ რა. და როცა დაზარალებულოცნეს, მაშინ უკვე იძულებული იყვნენ საჯაროს სამსახურში ყოფნისას არ გაგოფლება რომ თუ რაღაცა საქმეში ხმადებული. იმ პერიოდში არ უნდა იმუშაო და აი იმ დღიდან როცა გაუშვეს სანამ არ გამართლებოდა დათვალა და აი 70,000 კამპეტი. მადლობელი უნდა იყოს შენია. ხო, არ ვიცი, ალბათ მადლობელი უნდა იყოს. იდეაში ცოტა უნდა გაინაწილებინა კიდეც. ეს ანიმაცი რო ყოფილიყო, მაგრამ ნუ სამწუხაროდ არ ველოდები მაგათგან. მაგრამ ცუდი იცი რა არის, აი ძალიან ისე რომ შევხედოთ რა, არა აქტივისტურად, არა საპროტესტო მუხტით. ერთი რიგით მოქალაქე, ხო, რომელსაც ჩინოვნიკი თავზე აყრის ნაგავს. მიდის სასამართლო და
ჩინოვნიკი მართალია. ხო. სასამართლო სანამ არ იქნება სამართლიანი აი ამასაც ვერ დაგიმტკიცებ აი ხა მოიდომა აი ეს ხარა იყო თქო ამას ვერ დაგიმტკიცებ შენ თუ კარგი შინაური მოსამართლე ხავს ახლობელ მეგრელი ასასი სამეგრელოა მეგრული აჯიკა არის და გაცხარებული ასეც მე წიწაკებით რა ჩვენი წიწაკით ვაი ოღონდ ძალიან სამაყო სანახავია ძალიან. კი, მოაპრიალე ბოლომდე, ხო? ლამაზი ცოლები გვეყოლება. ორი რო იყოს. აუ ლამაზი ცოლები გვეყოლება. აუ მაგის გამო რა უგემური საჭმელები მაქვს ნაჭამი ბაღში და იმას. მაგის იმედად რო. ცოლი კი ძალიან ლამაზი შემოხდა, მაგრამ რამდენად იმის დამსახურება. არა მოდაწილებულია მაგის პროექტი არის. და სხვა ისინი თქონდა რა ვარიანტებიც რა. გიგა ძალიან კარგი იყო რა. აქტიური ადამიანი ხარ ახლა ამ სფეროში. შენ გაჩერებას ეცდებოდნენ ადამიანები. კი. პოლიტიკური პარტიებიდან თუ ყოფილა შემოთავაზება, წასვლა ან მაყუთი თუ შემოთავაზებია. კი, ამდენიც გინდა კაცო რასო. მოდი ძმავა ეს შენ. ყველა კარგად ვიქნებით. ხო, ახლა ოცნებიდან პარტიაში გადასვლაზე როგორც ჩანს არ მაკადრეს, არა ყოფილა არასოდეს რაც მართალია. სხვა პარტიებისა? სხვა პარტიებიდან, ოპოზიციური პარტიებიდან ფაქტობრივად მუდმივად არის ყოველი არჩევნების წინ პრინციპში ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ რაღაცა აპირებ ისე სამომავლო. ფიქრობ, გიფიქრია მაგაზე. საერთოდ არ მიფიქრია მაგაზე, რომ ოდესმე პოლიტიკაში დავიდეთ, მაგრამ ეხა იქ სადაც ვარ, ეს არის პოლიტიკა რეალურად. მისთვის რიგი იქნება. საერთოდ არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში არ ხარ, პირიქით პოლიტიკაში. კი, ვარ და უბრალოდ რამდენად მიეცემა ამ ყველაფერს პარტიის სახე არის ხო გონია რომ სამოქალაქო საზოგადოების გამაგრება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს უნდა იყოს ბერკეტი იმის რომ ჩემი მეც ერთი სული მქონდათ მეწუწუნა. ხო და ბერკეტი უნდა იყოს რომ ხვალინდელი დღე იყოს კარგი რა, ეს საფუძველი უნდა იყოს რა და ოდესმე თუ გადავწყვეტ, ალბათ სირცხვილია გავაკეთებთ რაღაც პარტიას, თუ გავაკეთებთ, თუ არა ჯერჯერობით არ მიფიქრია რომ სადმე სხვაგან წავიდე პირიქით ყველა შემოთავაზებაზე. უარი თქვი, თუმცა ეს მაყუთი? აუ რა ძნელია ბიჭო უარის თქვა. ბევრი ყოფილა, 70000-ზე ბევრი მეტი ყოფილა. კი, კარგად მეტი და ძალიან ძნელი. კაი ბოტასებს მიყიდიდი? ორს. ოღონდ ბაზაკლების დროს რა რომ ხოცაც მოუყიდეთ, მაგრამ ბევრი ვარ. მაგრამ აი ხო ძნელია, მაგრამ იქიდან გამოდიხარ მე რაღაცა. ხო აი აჯობი რა. ხო და ისე გავუწარდეს ჩვენთვის. ეგრე არ უფიქრიათ, იქნებ გეცოტალა ეგ მაყუთი. მე გაზარდეს რამდენჯერმე ხო, რამდენჯერმე იყო, მაგრამ ვარიანტები. ან მეტი გადახდა საშუალება არ იყო, ან მეტი არ ვღირი ვარ ჯერჯერობით. ჯერ არ. ხო და მოდი ავწერ ცოტა რა ფასს. ფას მოუმატებ რა. ხო მე კაი ბოტასები, ან ბოტასების ქარხანას ვიყიდი მე ვიყო და შეიძლება საშენო ბოტასები გაიმზადე ხოლმე, ოღონდ მეორეც მე შენ გადაცემაში მოусველი აღარა ვარ ძმაო, რა ვიცი, ვაი. ეს ბოლოც ძალიან კარგი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად შაჰაბასი. კახელკაც მართლა მალადეს და მართლა შაჰაბაზე მართლა აღარ ვიტყვი არასოდეს კარგს, მაგრამ ამას აუცილებლად ვიყიდი. გაიხარი. ანუ გაცხარებით მეგრელმა ასასი და მაინც თავისი ჩაატარა. ხო, იმიტომ რომ ამან ხო პირის ღრუ დაწოდა, მეგრელი არ ქავიდა აი. ხო. ტვის გულ. ხო, მეგრულად. ტიში ვიყავს. კი ბატონო. გავედით გიგა ბოლოში. მაგარბა მეგობაროს. შენც მადლობა. ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი. ჩვენი სპონსორია შეგახსენებთ BR-Time და სხვაგან ჩვენ соусებს ვერსად ვერ გასინჯავთ. ჩვენი სტუმარი იყო გიგა მაქარაშვილი. ჩვენ ერთმანეთს ერთ კვირაში შევხვდებით.